მოგესალმებით ოქტოპუსის მეორე არხზე და დღეს ჩვენ გვაქვს ეს საპასუხისმგებლო დავალება. მადლობა რომ გადავიხადო მე რომ ხისახლი დაგითმე გადაღება. ძალიან დიდი მადლობა. ესეთი არხი არსებობს ხისახლი, რომელმაც დაგვითმო ეს სეტი. დღეს განვიხილავთ TikTok-ებს, როგორც იცით და თუ არ იცით და უნდა იცოდეთ, რომ გაცოცხლებულში გქონდა გათამაშება. სადაც გუნდიშამ წაიკითხა რამდენიმე თემა და ამ თემაზე უნდა გეხუმრათ თქვენ. თავისუფალი იყავით თემაში ყველანაირად, უბრალოდ უნდა დაგედოთ TikTok-ზე #გაცოცხლებული პრიზით. და ახლა უნდა გამოვავლინოთ ვინ იქნება გამარჯვებული, ის ბედნიერი, ვინც მოიგებს PlayStation 5-ს. თუ მოგეწონათ მსგავს ფორმატის გათამაშება, შემდეგი წლიდანაც შემოგთავაზებთ და ერთად გავერთოთ ყველა გაცოცხლებული. თანადამე მე მინდა რომ ჩვენ სპონსორებს მადლობა გადავუხადო, ვინც გვეხმარება ამ ყველაფერში. Betson Sports-საც და TBC-საც და ლუდი 5-დან 0-საც და ასევე სოკარსაც. ჩხუბიდან გაქცევის უცნაური მიზეზები. ჩხუბიდან გაქცევის უცნაური რა უნდა გააკეთო, როცა გემი იზრდება? კაია, ცუდი არ არის მართლა კაია. რა უნდა გააკეთო, როცა გემი იზრდება? ცოტნე გვიშველე, ცოტნე. ოდიშით, ადგილი არ არის. რა მექნა, ჩვენ ორის მეტი ვერავინ ამოვიდოდა ძვირფასო. რა ეს ვერ მოგებიდეთ ხო? შემიგა, თან ანუ ნახარო არა აქვს ვაფშე, ლაიკი არა აქვს. კაია, თვითონ AI რა თუნდა PlayStation. ქრონოაი AI. ანუ ვიღაცამ პრომპტი ხო დაწერა, სურათი ჩაარდა ცოტნესი. აი, ამინდა. რა უნდა გააკეთო, როცა გემი იზრდება? ეს კაია. რა. აი არა. რა გოთანახი ეგ ფილმი და რა, ვერ გაიგეთ მაშინ. ჟიზნენი ფილმი. მაშინ ვერ მოგებია. რა უნდა გააკეთო, როცა გემი იზრდება? ჯერ ქალები და ბავშვები მიარჩენ, თან მიმიშვით შენი ჭირმე რა. რა უნდა გააკეთო, როცა გემი იზრდება? ჯერ ქალები და ბავშვები ეს აგერ ხუმრობა იცით, თვითონ სცენაზე არ იქნებოდა ცუდი რა. გამხსნელ ხუმრობად, აი სცენაზე რო ყოფილიყო, არ იქნებოდა ცუდი. ჩხუბიდან გაქცევის უცნაური მიზეზები. აგიტნიათ ერთმანეთს. ჩხუბიდან გაქცევის ეს კაი უნდა გააკეთო, როცა გემი იზრდება? ყველაზე უცნაური ქორწილი. ყველაფერი გამოვიდა ისე როგორც მინდა. ოთახში შევედი ავაფეთქე მერებინდა. Spotify თერაპია და მიძახე ვინდა. ხაზი არის, მაგრამ უფრო მეტი გვინდა. მე ის ნეყავს. აი, ესა. ყველაზე უცნაური ქორწილი. ნეკდება ფართო ახლა რომ მშობლები გაცვალონ. ყველაზე უცნაური ქორწილი. რა უნდა გააკეთო, როცა გემი იზრდება? ვინ მღერის? არის ცნობილი? ლოლოს ვისია. არა. ჯეროსტარში როგორ ჯეროსტარში. არ იყო ცუდი ეს ხოთი შორის. რა უნდა ჩხუბიდან გაქცევა ვერ დავინახე რა. ჩხუბიდან გაქცევის უცნაური. რა უნდა გააკეთო, როცა გემი იზრდება? რატო? ჩხუბიდან გაქცევის უცნაური მიზეზები. Peki max büyütü gayet. Peki max tamam. Canım kalkar. Gayet. Jo. ჩხუბიდან გაქცევის უცნაური მიზეზები. ავტობუსი გამას. ჩხუბიდან გაქცევის რეჟისორი იყო მაგრამ კარგად გქონდათ გაკეთებული. ყველაზე უცნაური ქორწილი. ახლა თქო ბატონ მეფეს და ქალბატონ დედოფალს პროტეზები გაცვალონ. ყველაზე უცნაური ქორწილი. ახლა თქო ბატონ მეფეს და სიძე ის არის ხო ყვითლები როაცვია.
ისა ქალბატონო თამადა, ერთი საათი იგრძნობა მე რომ შემოგთავაზოთ რა. აბა გაგიმარჯვოთ. ვიჩხუბოთ, მოვალ ახლა კიდევ ვიჩხუბოთ. ჩემი თავი გინაცვალოთ, მაგრამ ყველაზე აბსურდი იყო მთლიანად. ანუ გაერთიანე მეშაფი იყო აბსურდი. რა გიხსენოთ ხარ მე მართლა გემის კაპიტანი გიარა. რა არ უნდა გააკ რა ხდება ჩემი? ვა, გემი იზრდება? შოთა, მოდი. ხო წადი მაზიანი. 10 აჯიმანია, კიდია, არ მაინტერესებს. 10 აჯიმანია, ეხლა პროზე. რა ხდება ჩემი? რა არ უნდა გააკეთო, როცა გემი იზრდება? ჩაციეთ თუ არასოდეს ჩაიზრია გემი. ჩაციეთ თუ არის რა გააკეთო, როცა გემი იზრდება. მართლა კიბსია გადაღებული. ჩხუბიდან გაქცევის უცნაური მიზეზები ბიჭო, სახეს გაგიხსენ. Stop. Agia, profili, sotati, 20. Agia, puntos, sota შეტრიალდი. Aia, onda ukას. Aia, onda ukას. Ai. Aia. ჩხუბიდან გაქცევის უცნაური მიზეზები ბიჭებო, ისე გვაკამოლე როგორ კეთება თქვენ თუ ვიცი? არა ბრატ, აი სახში მაქვს რეცეპტი ერთი წავალ მოვიდა. ჩხუბიდან რა არ უნდა გააკეთო, როცა გემი იზრდება? აი ის არის სხვა არა. რა არ უნდა გერი? ხო აი. არ არის მარტივი ხო ხედავ როგორ მეგობრებო, აი? რთული ყოფილა ჩაყევით ჰეშტეგებს და ჩვენ როზე წერთ ხოლმე რაღაც ესენი რას ხმრობენ და რთული არ არის მარტივი, ძალიან რთულია. შენს ძირითადად მე მყავს ფავორიტი. მე ანუ ბევრი იყო ერთ დონეზე რა. ხო. აი ერთი გამორჩეული ახლა მახსენდება. არა მე იმ ბავშვებს მივცემდი. ანუ რაღაცი მე მგონია რომ ასაკობრივადაც ისეთ ასაკში არიან რომ PlayStation 90 გაუსწორდებოდა. თან ბევრნი იყვნენ რაღაც პონჩი რაღაც ამ PlayStation-ის მიცემით ხშირად შეიკრიბებიან უფრო და ითამაშებენ. არის კარგი ლოგიკა მაგაში. და თან დადგმა მართლა სასაცილო იყო რა ეს ძალიან მოურიდებელი და თავისუფალი იყო და აი ხო ის ახლა ვიღაცა რომ მაგას აკეთებს ეგეთ ხუმრობას სულ იმაზე ფიქრობს რომ ხრამე ხوار მეტყვიან და მაკენსელებენ ისა და ძალიან თავისუფალი იუმორი იყო რა. შენ ამოიცანი ოქტოპუსი მათში. მე ამოვიცანი ძალიან დიდი თავისუფლება თორე ანუ იუმორისტულად ბევრი რაღაცა გამეორდა ბევრი ხუმრობა. გაწელილი იყო ხუმრობები, ანუ მესმის რა, ხა ჩვენ რო დავიწყეთ კეთება გაცოცხლებული, არ ჩვენ არ ვიცოდეთ როგორ უნდა გავკეთებინა და დროთა განმავლობაში რაღაცები ვისწავლეთ რა. მithumetes ესე ამ ფორმატში გადავობთ ძალიან რთულია. ბევრად რთულია ესე ვიდეოს გადაღება, ვიდრე ჩვენ რო გამოვდივართ იქ. გეთანხმებთ. ხო და იმ პიპი როგორ რა ქვია, ანუ ანუ ძალიან მაგარი ფრისტაილ ვიდეოებში ძალიან მაგარია რა, ანუ იუმორისტულად თვითონ რომ დავალება არ აქვს. დავალებაში ცოტა შეიზღუდა ეგრე მგონია რა. თვითონ სადარო დაემატებინა რა, რომ გამხიარო. და ცოტა ის არის, ანუ რთულია. და მაგიტომ მე აი ბავშვებს რომლებიც თან იწვალეს, შეიკრიბდნენ, გადაიღეს და შედარებით ახალგაზრდა ასაკის არიან, მაგათ გადავცემდი PlayStation 5-ს. დანარჩენებთან ბოდიში. ხო, მაგრამ კიდევ გავაკეთებთ, შეიძლება მე მოიგოთ მაუსი. შემდეგს თუ გავაკეთებთ, არ გვექნება შეზღუდვა, გულისხმობ იმას, რომ ეხა სამი თემა გამოვუყავით, საიდანაც უნდა ამოგეწას, შემდეგში იქნება გაცოცხლებულის ნებისმიერი ფრაგმენტის ამოჭრით, რასაც ჩვენ ვიხუმრობთ, იმაზე შეგეძლებათ რომ იხუმროთ და მე მგონი უფრო მეტი ხუმრობა წამოვა, იმიტომ რომ მაინც ეს სამი შევზღუდეთ. იქნებ ჩვენზე კარგი ხუმრობებით წამოვიდეს. გრიგალა 77 არის PlayStation 5-ის გამარჯვებული და აკაუნტი ვისიც არის, იმას გადაეცა. აკაუნტი ვისიც არის, იმას გადავცემთ. მოგწერეთ, რავი, ან ოქტოპუსის page-ის Facebook-ში, ან Instagram-ზე. ან Instagram-ზე მეომწერეთ, კალს მიწერეთ, ანუ გავგებინეთ, რომ თქვენ ხართ და გადმოგცემთ აუცილებლად. სხვა იმის თქვა შემიძლია რომ მადლობა რომ ამდენი ადამიანი იყო ჩართული 200 ვიდეო მივიღეთ ხო დაახლოებით და ყველას მადლობა ვინც უბრალოდ ეს იყო სატესტო ასე ვთქვათ და იმედი მაქვს რომ ადამიანები მიხვდნენ თან რა მიმართულებით უნდა წაიყვანონ რომ უფრო მეტად სასაცილო იყოს
მაგრამ ამ ეტაპზე აი AI და რაღაცების ვიდეოებს მაინც ჯობია რომ უფრო მგებიანია რომ შენთან გამოჩნდეთ ან ლაკონური იყოს უფრო. AI მე ცოტნეს AI-ით მომეწონა, მაგრამ კი, აიღო. AI-ს ვერ მოვაგებინებდით მაინც. არ გამოიწეროთ ეს არხი არავითარ შემთხვევაში, სხვა არხები გვაქვს ეგენი გამოიწერეთ და ამით დავამთავროთ დღევანდელი გადაცემა პრიზის. დალაიქეთ მაინც ვიდეო, თუ არ გამოიწერა რა ვიცი. აბა თქვენ იცით. კოცნით გივარდებით წელში და საალყაზლო გაცოცხლებული დაიდება მალე.